სპეციალისტების ინფორმაციით ქვეყანაში ჰონკონგისა და ღორის გრიპის შემთხვევები გახშირდა. მათი მონაცემებით ვირუსი განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში ფილტვების ანთებით რთულდება. რა ზომები უნდა მიიღოთ პრევენციის მიზნით, თემაზე ვრცლად გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგ მარინა კაპანაძესთან ვისაუბრებთ. რა მდგომარეობა არის გურჯაანის მუნიციპალიტეტში და რატომ ითვლება ეს ვირუსები განსაკუთრებით რთულად, როგორც ექიმები განმარტავენ, ხშირად მაღალი ტემპერატურა ახასიათებს. რთულად ღორის გრიპი არ ითვლება, საშუალო სიმძიმით მიდის და კი შეიძლება იყოს მაღალი ტემპერატურა, მაგრამ მაღალი ტემპერატურა არ ნიშნავს გრიპის სირთულეს. ეს არის ორგანიზმის რეაქცია, რომელიც შეჭრილ ვირუსს ებრძვის და ამიტომ ტემპერატურა აიწევს ამ ბრძოლაში. ანუ შეიძლება ტემპერატურა კონდეს გრიპისთვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია ნორმის ფარგლებშიც ნებისმიერი ტიპის გრიპისთვის მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. მაგრამ ერთს მოგახსენებთ, ნებისმიერი გრიპის ვირუსი, რა სახისაც გინდა იყოს, ეს იქნება ღორის გრიპი თუ ჰონკონგის თუ ფრინველის გრიპი, 5 დღის შემდეგ ორგანიზმში მისი რაოდენობა იმდენად შემცირებულია, ვინაიდან ორგანიზმი ებრძვის ამ ვირუსს, იმდენად შემცირებულია მისი რაოდენობა, რომ გადამდებლობის თვალსაზრისით ის საშიში აღარ არის. ხველა, საერთო სისუსტე, კუნთების ტკივილი შეიძლება გაგრძელდეს 1 კვირა, 2 კვირა, მაგრამ გარშემომყოფთათვის 5 დღის შემდეგ გადამდებლობის თვალსაზრისით საშიში არ არის. ქაუტალ მარინა, ჰონკონგის ვირუსს რა სიმპტომები ახასიათებს და რა პრევენციული ზომები შეიძლება მივიღოთ, რომ არ შეგხვდეს და არ გავრცელდეს მასიურად საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში? ჰაერწვეთოვანი ინფექცია. ანუ ეს შეიძლება გავრცელდეს ხველით, ცემინებით, საგნებზე მოხვედრილი ვირუსის შეტანით ორგანიზმში ჭუჭყიანი ხელებით, ამიტომ ხელების დაბანას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კიდევ პაციენტი, სადაც არის ის ოთახი, ხშირად უნდა განიავდეს ვინაიდან, რომც ცივა, მაშინაც ვინაიდან სიცივისა და სითბოს მონაცვლეობა, ანუ აი ეს ტემპერატურული ცვალებადობა ვირუსზე მოქმედებს უარყოფითად და კლავს ვირუსს. ამიტომ დღეში რამდენჯერმე უნდა განიავდეს ოთახი. სველი წესით დამუშავდეს აბსოლუტურად ყველა, მაგი და ფანჯრის რაფები, სათამაშოები, სველი წესით დამუშავდეს იატაკი, რომ მოისპოს ეს ვირუსი. ძირითადად ეს, რაც შეეხება იმას, რომ ვთქვათ, ყველამ იხმაროს პირბადე, ეს ამის რეკომენდაციას არ გვაძლევს ჩვენი კორიფეები, მედიცინის მუშაკები, იმიტომ რომ პირბადე უნდა იხმაროს ყოველთვის ნებისმიერი დაავადების დროს, პირბადე უნდა იხმაროს ავადმყოფმა, რომ გარშემო არ გაავრცელოს დაავადება. იმიტომ რომ პირბადეს კი აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისებები, რომ შეაკავოს ვირუსი, იქნება თუ მიკრობი, მაგრამ რაღაცა ნიუანსებიც აქვს ისეთი, რაც სისტემატური ხმარების დროს ორგანიზმისთვის სასურველი არ არის. თქვენ კი აღნიშნეთ, რომ პირბადე ცუდად მყოფმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს, მაგრამ როცა ვხედავთ, რომ ავადმყოფს არ უკეთია, ხომ არ არის უმჯობესი, რომ ისევ ჩვენ ჯანმრთელებმა დავიცვათ თავი და გავიკეთოთ იგი ხალხმრავალ ადგილებში? თუ სურვილი აქვს გამოიყენოს, არავინ არ კრძალავს პირბადეს, მაგრამ არიან ადამიანები განსაკუთრებით გულფილტვის უკმარისობა, ვისაც აქვს, რაღაცა პრობლემები აქვს სუნთქვის უკმარისობის მხრივ, რომელსაც არ შეუძლია პირბადის ხმარება და ვერ დავავალდებულებთ, თორე თუ ვინმე სურვილი აქვს, კი ბატონო, გაიკეთოს პირბადე და იხმაროს. მე მინდა მოსახლეობას მოუწოდო იმისთვის, რომ არ გავრცელდეს მუნიციპალიტეტში ვირუსული ინფექციები, სასურველია ავადმყოფმა იხმაროს პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. როდის არის ეს ვირუსი გადამდები, სანამ სიმპტომები გამოვლინდება? საინტერესო არის, აი რატომ ვრცელდება ასე მასიურად საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში?
ხშირი კონტაქტია, იქ ხშირი ახლო კონტაქტი, ანუ ხანგრძლივი ახლო კონტაქტი ნებისმიერი ვირუსული დაავადებისთვის, ვირუსულიც და მიკრობული დაავადებისთვის უფრო საშიშია. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაცილებით სწრაფად ხდება. კოცნიან ეს ბავშვები ერთმანეთს ხელს ართმევენ, ცხვირს აცემინებენ, ახველებთ, არ ერიდებიან ერთმანეთს და შესაბამისად აერწვეთოვანი ინფექცია უფრო სწრაფად გავრცელდება. მიუხედავად ამისა, მე შემიძლია დაგაიმედოთ და გითხრათ, რომ გურიანის მუნიციპალიტეტში წინაკვირის მონაცემები ასეთი იყო. 91 გრიპის, კი არა და რესპირატორული ინფექციის შემთხვევა დაფიქსირდა. არ ვიცით, იქიდან შეიძლება გრიპიც იყო, შეიძლება სხვა რესპირატორული ინფექციები, რინოვირუსები, ადენოვირუსები, ანუ რესპირატორული სეზონური ვირუსები შეიძლება იყო. სულ 91 შემთხვევა იყო. რა თქმა უნდა, რომ 91 და მეტი ალბათ სახლში ისე გამოჯამრთელდა, რომ ექიმთან არ მივიდა და შესაბამისად იმისი აღრიცხვა არ მოხდა და ჩვენამდე მოტანა, მაგრამ ამ ეტაპისათვის სერიოზული ეპიდსაშიშროება გურჯაანის მუნიციპალიტეტში გრიპის ინფექციის არ არსებობს. ქალბატონ მარინა, როგორც ექიმები აღნიშნავენ, 5 წლამდე ბავშვებში განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ეს ვირუსი და ხშირად უმჯობესი ხომ არ არის, როდესაც რთულდება მდგომარეობა, მალევე მისცეს მშობელმა ანტიბიოტიკი, რადგან ჰოსპიტალიზაციის დროს მაინც ექიმები უკვე გართულებულ მდგომარეობას ანტიბიოტიკით მკურნალობენ. ანტიბიოტიკები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვირუსული ინფექციის დროს და რატო? ანტიბიოტიკები ვირუსს ვერაფერს ვერ აკლებს, კლავს ორგანიზმში არსებულ მიკრობებს, ეს იქნება პათოგენური თუ არაპათოგენური და ვირუსს აძლევს სარბიელს, რომ უფრო სწრაფად გავრცელდეს ორგანიზმში. აი თუ კი 3-5 დღე და მეტი სიცხე აქვს ადამიანს და აქვს სიმპტომები ისეთი, რომ არ გაუარა ამ 5 დღეში და არ შეუმცირდა, ხო? ესე იგი ორგანიზმში რაღაცა მიკრობული ფლორა გააქტიურდა. აი ამ შემთხვევაში უკვე შეიძლება ექიმმა ანტიბიოტიკი დანიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ანტიბიოტიკი არ ინიშნება, იმიტომ რომ არსებობს ანტიბიოტიკორეზისტენტულობა. ანუ თუ ხშირად მივცემთ ანტიბიოტიკს, ბავშვი იქნება თუ დიდი ადამიანი, მისი ორგანიზმი რეზისტენტული ხდება, ანუ მდგრადი ხდება ამ ანტიბიოტიკის მიმართ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. გვესაუბრებოდა გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგი მარინა კაპანაძე.